იმდენი ლუდი რომ დავლიო, რამდენიც მინდა, აუზზე დავდივარ და დილით დავრბივარ. ჰარუკი მურაკამი. მოგესალმებით ყველას, ამჯერად გოგურთან ერთად და რამოდენიმე ლუდის მოყვარულთან ერთად ვიმყოფებით ჩეხეთში, კერძოდ დედაქალაქ პრაღაში და აქედან მიღმადობას ვეთქვი ჩემს მეგობრებს ლოუყურიდან, იმისათვის რომ პერიოდულად ასეთ საოცარ საჩუქრებს მიკეთებ პიროვნულად. დიდი ხნის ფიქრი არ დამჭირებია იმისათვის რომ გაგაცნოთ თუ როგორი არის ჩემი ჩეხეთი, ყველაფერი სულ სამესწრაფოდ შემიძლია გამოსცეს. ლუდი ხოლო ლუდი აფერი ლუდისგან. Sadstумро. შემსავით ლუდის მოყავილ ენთუზიასტებთან ერთად სამდღიანი ვიზიტი გვაქვს ამ ქვეყანაში. პირველ დღე მთლიანად დაეთმობა დედაქალაქს პრაღას, პრაღის საინტერესო ლუდხანების, ლუდსახარშების, მონასტრების მონახულებას და პატარა ჩელენჯი ვითარი. სანამ ბოლო ჩემი თანამგზავრი და გვერდში მდგომი, ესე ბოლო მიტოქნება ორი კაცი ვერ დავჭირდა. და ის სტოპ, მაშინ გავცეთ. მეორე დღე იქნება უზენი, უზნეულწოლის ქარხანა, ექსკურსია და დეგუსტაცია, კიდევ ერთი საოცარი ლუდსახარში, სადაც გერდელიც შეშოდეს ხარჯი. ცეცხლშუნთებული ერთი მაგარი ლუდი გულდება უკანონში. მესამე დღე არის ცოტა თავისუფალი არჩევანის მიხედვით კვირას არჩევ. ფრანც ფერდინანდის სასახლის დათვალიერება, კონოფიშტეს დათვალიერება ქალაქ ბენეშოვში და ველგოპოპოვიცის ყოზელის ქარხანაში მისვლა დათვალიერება. თქვენ გაგიმართლეთ. უნდა ეს სამი დღე განვიცადოთ თქვენ ყველაფერს მოკლე ვიდეოს საფუძველზე. სოფლიოში ლუდის მოხმარებით ჩეხეთი პირველ ადგილზეა. 2021 წლის მონაცემებით ამ ქვეყნის საშუალო მცხოვრები ყოველწლიურად დაახლოებით 140 ლიტრ ლუდს სვამს. გასაკვირია, მაგრამ მეორე ადგილზე არის ნამიბია, ხოლო მესამეზე ავსტრიელები გავიდნენ. ესე იგი, ჩვენი ნომერ პირველი გაჩერება დღევანდელი დღის ლუდი, რა თქმა უნდა, ლეჟაკი 12-იანი, ორნაირივე, ბუქიც და ღიაც. ისი ამოვნეთ, გავხურდით. პირველისთვის ცუდი არ იყო, მაგრამ უკეთესების იმედი გვაქვს. წავალთ იმ უკეთეს ადგილებში. ლუდის მდიდარი ასორტიმენტი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ჩეხეთში ზოგიერთი ლუდის სახლი იცავს ტრადიციებს. ისინი მხოლოდ ერთი სახეობის ლუდს ხარშავენ. კიდევ ერთი ლუდის დასალევად სხვა ლუდსახარში გადანაცვლება მოგიწევთ. ამჯერად მინდა ნორბერტთან გვაქვს ურთიერთობა. ესეთი ჭახუნებითი მასაუბრეთ ეს ხო ლამაზი თაიგული შეკრული დავშალეთ, ეხა ისევ შევკარავთ. ესეთია პრაღა. კიდე განახეთ როგორია. ლუდსახარშების პირველი სკოლა ჩეხეთში მე-18 საუკუნეში გამოჩნდა. მისი დამფუძნებელი იყო ონდრეი პოპი, ლუდის მხარშველი ბრნოდან. ახლა ამ პოპულარული სასმელის მომზადების სპეციალისტები პრაღის ქიმიურ-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლობენ და მის კურსდამთავრებულებს შორის ნობელის პრემიის ლაურეატებიც კი არიან. ხო და ძალიან რო დაცხადა ჩვენ გავწერეთ გამოვიხართ ეზოში სიგრილეში ვაგრძელებ. შეეხება ჩვენ მეგობრებს ისინი კარგად გზნობენ თავს და საერთოდ ზოგადად ესეთ კაი ლუდებს რო სვამ ესე კარგად უნდა იგზნო თავს. მერთმა კარგად ამბობს ყველა და ეს მესამე. ეს არის უკვე ნახევრად მუქი, ანუ პოლუტმავე ქვია. ეს გრადუსია ყველა განახებით რაც აქვს. 13-იანი აწერი აქვს. ცოტა გრადუსი გავზარდეთ. გრადუსი რა, ნუ შემცველობა. გავზარდეთ, შესაბამისად გრადუსვაც მოიმეთ. აი, ვის ცხელა და ვინ ვიგრილებ 13-იანით თავს. აგძელით.
ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკაში ლუდსახარშების დიდი რაოდენობაა, მაგრამ მათგან 7 უდიდესი აწარმოებს ამ ქვეყანაში ლუდის 80%-ზე მეტს. ჩეხური ლუდი ითვლება ჩეხური კულტურის ნაწილად, ხოლო ლუდის მხარშავის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პატივსაცემია. ესე იგი თემა რა არის, რომ გაგახსენებ ძალიან ძველი დიდი ხნის წინანდელ ოზელის რეკლამას, რომ ერთი თეთრი თუ გაქო, ღია ფერისო და მერე შავი თუ გაქო, ერთისა თუ кайფობ, მეორე მოდი აბა ეხლა იმ ერთმანეთს შეურიო და ნახე რა გამოვა. იორ ნადარ რეზაც იქ იყო ეგეთი თემა, ჩეხურად ამბობს. შეურიო და აი ამ შეურჩი ვარ, ნახე ფერების გადასვლა, შავ თეთრის ჭახუნი და ეს რიგით ჯერსადახარ ბიჭო. ლეგენდის თანახმად ჩეხური ლუდის ხარისხი ორიგინალურად მოწმდებოდა. ლუდის მწარმოებელი ადგილობრივ მაგისტრატთან ტყავის შარვლით და თავისი ლუდის კასრით მიდიოდა. ლუდს კამზე ასხამდნენ, რომელზეც თავად ლუდის მხარშავი ჯდებოდა. თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ შარვალის კამს ეწებებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ხარშავმა მაღალი ხარისხის ლუდი მოხარშა. ჩემი შემდეგი ვიდეოს ჩართვა იქნება სიტყვა 1466. ეს ადგილი სადაც ჩვენ ვიყოფებით. აი. აგერა. მოსულე წავით. 1466 წლიდან არსებობს. ამ დროიდან მოყოლებული ხარშავენ საუცხოო ლუდს, რომელთაგან ერთ-ერთს დავაგემოვნებდა ამის მიჭახუნების ვიდეოსაც ნახავთ. აქვთ ფანტასტიკურესი ლუდთან მისაყოლებელი თემების და ისეთ ცალკე რესტორნული გემრიელობებით. ჩეხეთი გვაკვირვებს მათ ვინც პირველად ხედავს, მაგრამ მე ვეღარ მაკვირვებ. Prosim? Так, а მოვიდა მენიუ. бир? ბიერ. ხოდა სათვალავ ჯერ არ აგურები ეს არის ჩვენი ლიგით მეხუთე ლუდის დაგემოვნების თემა. ეს არის ნახევრად Так, მე ოლივია. ეს არის თეთრსა და შავ შორის შერეული რო არის, ნახევრად შავი, პოლუტმავი რო ქვია. აქ სადაც ჩვენ ვიმყოფებით 1466 წლის შემდეგ უცვლელად ლუდის მოყვარულებს ემსახურებიან და კარგულს ასმევენ და რაღა დღეს გაჭედავენ და ცუდს დაგვალევინებენ. ამიტომ არწმუნებით გეუბნებით, რომ თუ ვინმე სურვილი გექნება ამ ლუდის გასინჯვის წინა მძღოლობას მე გაგიწევთ. ენდეთ რო კაილოს დაგალებენ. ჩეხებს ლუდისმის საკუთარი ტრადიციები გააჩნიათ. აქ საყოველთაოდ მიღებულია კათხის მირთმევა სამყლუპად. პირველ ლუპზე უნდა დაილიოს შიგთავსის ზუსტად ნახევარი, მეორე ლუპზე დარჩენილი ნახევრის ნახევარი და მხოლოდ მესამე ლუპზე უნდა დაილიოს ლუდი მთლიანად. თავად ჩეხების თქმით, სასმელის ნამდვილი გემო მხოლოდ მესამე ლუპის დასრულების შემდეგ იგრძნობა. ლუდის ჭიქები უნდა იყოს აუცილებლად ან ფაიფურის, ან მინის. ეს სათვალავი არ აგურევია, მოვარდნით ლუდსახარში ვარ, აი სადაც ხედავთ ჩვენს ფეხების ქვეშ არის ნოუსარტულზე სარდაფში განთავსებული ლუდსახარში. კლასიკურად ავირჩიეთ ისევ ჩეხური ლაგერი 12 ვენაცკა ჭახუნი და ისმა მეტი არაფერი არ უნდა ამ საქმეს. ეს არის მე 6, ხო? მე 6. ედავ ჯერ თავი ბიჭირავს, ისერი არ გვხვდება და არ გვძრება. ესე გავაგრძელებთ 10-ამდე. На здравие. Здравия. საწყელს არ ვამბობთ. უცებ რო არ გამოგვეპაროთ აქ უჩვენოთ. არა მაგარი. მე-6 მაგარი. აი, ავედით მე-7-ში. ლუდის მირთმევის მსოფლიო რეკორდსმენია შეფმზარეული მიდერი, ჩეხეთის ქალაქ ოსტრავადან. ერთ დროს იაპონიაში გამართულ ფესტივალზე მან სულ რაღაც 3 წუთში 10.5 ლიტრი ლუდი დალია. თავად რეკორდსმენისთვის ეს არ იყო რაღაც უჩვეულო. ის ყოველ დღე მინიმუმ 8 ლიტრ ლუდს სვამს.
ჩემო ძვირფასებო, აქ თავი იჩინა. გეკვირი? აქ თავი იჩინა ჩემმა გასტრონომიულმა სიშიმშილემ და არის ეს საოცარი იხმის ბარკალი, გამომწვარი შეუკვეთე. რა თქმა უნდა, რა შუაშია ეს, როდესაც ჩვენ რიგით მერვე ობიექტს ვსტუმრობთ ახლა. ხო არ მეშლება საწოლავ. ცოტა დავთვალე. მერვეა თუ მეშვიდე? მეშვიდე. აი, მისთვის არის საჭირო მეგობარი, რომ დროულად გაგისწოროთ. მეშვიდე ობიექტი და ამჯერად 10% შემცველობის ბადაგით მომზადებული ლუდი, რა თქმა უნდა, ისევ ჩეხური ლაგერი. აი, კაი, დაგანახეთ, აი, პედზე რო აწერია ეს აქავართ, კაი. არა, გაგიძნებდებათ ამის უჩემოთ მოგნება. ნაზრავი. ნაზრავი. მეშვიდე. ხო, უკვე ახლა ატყობთ, რომ ბახუსმაც თავი იჩინა, უკვე სათვალავი მერევა. არა, მარაუშავს, გამძლეობა მაქვს. ოპა. ეხლა გეტყვით მე რაც დავიჭირე, ეს ყველაზე მეტად შენ უნდა მოგეწონოს და რატო? ციტრუსების არომატი დაიჭირე? აი გუნდა მეთქვა რომ რაღაც ხო, მე უნდა რომ რაღაც ცოტა სხვანაირია. პორტოხლის რაღაც აი ესეთი არომატები და ბევრს გონია და თქვენს გეტყვით ბარემ ამ ყველაფერს არომატებს ამ ხილს უშვებიან შიგნით ან რაღაცა არომატიზატორით ღებულობენ არა თვითონ ქერს აღვევენ ისეთ პირობებში სადაც ახლოს არის ციტრუსი და ამ გაღვევის პერიოდში ქერი იმისგან იმ არომატებს ღებულობს ანუ იგივე ქერია უბრალოდ ახლოს იდოს სადღაც გრეიპფრუტი შეიძლება ბანანი რაღაც აი ციტრუსი რომელიღაცა დავიჭირე მე მგონი უფრო გრეიპფრუტი დავიჭირე ვიდრე პორტოხალი მაგრამ ეხლა ამას მე ბოლოყლობს რო დავლევ აი სულ ბოლო გემო მიმახვედრებს რაი კაი ჭიკ-ჭიკი ამიტყდა მაგრამ წერ კიდევ წინა გვაქვს შემდეგი ლუცახარში ეხლა დავტკბებით ციტრუსოვანი ფრეშ არომატის მქონე ათიანი ესეთ არა კარგი ამბავია ნაზდრავი ვინც მალე მოგეჭახუნებით ჩემთვის დასვენების ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფორმა არსებობს პასიური და აქტიური პასიური დასვენება გულისხმობს მინიმალურ კომუნიკაციას ადამიანებთან და შერწყმას ბუნებასთან ხოლო აქტიური დასვენება გულისხმობს პირიქით ახალ კომუნიკაციებს ახალ კავშირებს ახალ ადგილებს ხიარულებას დროსტარებას ამჟამად მე პასიურად ვისვენებ მაგრამ საოცრად კარგი ინფორმაცია მაქვს მათთვის ვისაც აქტიური დასვენება უყვართ აქტიური დასვენების ყველაზე კარგი ფორმა არის მოგზაურობა. მოგზაურობაში ყოფნისას ვისაც უსწრაფესი ინტერნეტი და დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან მეორე ნებისმიერ წერტილში ზარის განხორციელება გინდათ, ნებამიბოძეთ წარმოგიდგინოთ მობინექსი. მობინექსი ეს არის ფიზიკური სიმბარათი, რომელსაც ტელეფონში ათავსებთ და ასევე არსებობს მისი ელექტრონული ვერსიაც, ანუ ეგრეთ წოდებული eSIM. მობინექსი როუმინგის საშუალებით უკავშირდება იმ ქვეყნის პოპულარულ ქსელებს, რომელ ქვეყანაში იმყოფებით და შესაბამისად ზუსტად იგივე ინტერნეტი გაქვთ, ზუსტად იგივენაირად ჩართული ხარ და კომუნიკაციაში ხართ სამყაროსთან, როგორც იმ ქვეყანაში. მობინექს ასევე აქვს აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სოფლიოს მეორე ნებისმიერ წერტილში დარეკვა. მობინექს გააჩნია ნებისმიერ თქვენ სურვილზე მორგებული 1500-მდე პაკეტი. ეს პაკეტები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც აპლიკაციის გადმოწერით, ასევე რეგისტრაციის გარეშე უბრალოდ საიტიდან. რაც თავარია მობინექს აქვს 24/7-ზე მხარდაჭერა ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში ქართულ ენაზე. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უფრო მდიდარი გახდება იმით, რომ გეტყვით პრომოკოდის შესახებ. ნებისმიერი პაკეტის შეძენისას პრომოკოდის ველში თუ ჩაწერთ სიტყვებს შონზო 15, ამ შემთხვევაში ამ პაკეტის ფასი თქვენთვის 15%-ით გაიაფთება. მობინექსი. მუდამ ხაზზე ვართ. მობინექსი. სულ ხაზზე ვართ. უსწრაფესი ინტერნეტის პაკეტები ძავსე ვართ საიდიდან ანაბიდან შეიძინე პაკეტი პრომოკოდი ადვილია 15 პაკეტს ფასი დაგავდება პროცენტულად 15 უსწრაფესი ინტერნეტის პაკეტები ძავსე ვართ მობინექსი
ხაზე ვართ სულ ხაზე ვართ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრეთ გადავწყვიტე ჩვენი მეცხრე ადგილი იყო წინიზის სადგური სადაც ესე დადიან მატარებლები ეს ეხა ცარიელია და ვაგონებად ჩაბმული აქვს ლუდის კათხები და მოაქვს ლუდი ხო და ჩვენი პერონი არის 51 აი ეგია გავჩერდით და ბაქანზე ველოდებით რა თქმა უნდა 12-იანს, თეთრს და გაუფელტრავ ლეჟაკს. ლუდის გარდა ნახე აგერ ამ მატარებელს ფრეშ წვენები მიაქვს. თავისი ზევიდან პიტნით და ამბით. მაგრამ ჩვენ ახლა ვიკადრებთ პრაღაში მყოფი ლუდის მოყოლული ხალხი რომ წვენი შეუკვეთოთ. ანუ ავა. ოსი სუთია რასწავიდა მადა დავიდა. ეს უკვე როა. რასეძებ? რაჭველები? მადარებელს. ოსი სუთია რაც დავიდა მადარებელი ოსი სუთია. ხედავ ლეგენდი. კიდე კარგი ვირბინე თორე მთელი საათი დავიგვიანებდით. და მე 51 ლიანდაგზე. მადლობა. მატარებელო. იავოუნი და ვივიდე თქვენი მოტანილი. ბარგი ეს გიქნებ ავაცილოთ თქვენი ლუბის მონტაჟი მატარებელი ასე ხდება მოძრაობა არ წყდება სხვა მატარებლები დადიან მაგრამ ჩვენ რაც რა ბილეთით რაც შევუკვეთეთ მოგვივიდა აბა ნაზდრავი და რიგით მე-9 განხილება პრაღაში ავეთ რაცაც ჩვენნაირი ლუდის დალევა მოდოვები იცი აგები ბატონო კლასიკური ლაგერი აუფელტრავი ლეჟაკი 12 ნომერი გემრიელი ოდა აი მამაის დავამოძო როგორ შეიძლება ავა თუ ლუდის მატარებელმა ლუდი მოვიტანა და ჩვენ მომატარებელმა საგვიყვანოს სასტუმრო რავი ისეთ ხასიათზე ვარ რომ ჯერ გავკაჩავს მაგრამ 9 უკვე საქმე სადაც გავჩერდი ყველგან ლიტრი მაინც დავა ეს გამოდის რომ ამას რო გამოცვლით დღეს პრაღაში გვექნება დალეული 9 ლიტრი ხედავ ენაც ამე მოკადა ატარა ინტრიგა რო დავტოვოთ მოდი ეხა ამ ვიდეოს შემდეგ დაელოდეთ შემდეგ გაგრძელებას რა იქნება თუ შევძელით მეათე ადგილსაც განახილ თუ არ შევძელით ესე იგი სასტუმროში წევარ და ხრინავთ ორიდან ერთი ვეჭველი კაი მეცხრე ადგილი გრძელდება ტური შეკრებილები ვართ სანამ ტური დაიწყება დრო გვაქვს და წავალთ ახლა სუვენირების მაღაზიაში და დავათვალიერებთ რა აქვს პირზე რუკოლს კარგი
Das გეკეცე. ვაპარაკოთ. ერთმა შეგარგებ ქართულები. ნაზდრავი. შეხურად ნაზდრავი. 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 ატყდა ჭახუნი. შეიარაღებას. იყავით ხელი. ეტერები, გაუბიცები, ტანკები, ამბები, სამხედრო მანქანები და შემოვტრიალდით აქეთ და ჩვენი გემრიელი ლუდსახარშიც ქალაქი ბეროუნი. ეხა მოგიყვებით სადა ვართ, მაგრამ შეიძლება ბევრმა ჩეხმაც კი არ იცოდეს ეს ადგილი, აქ რო ჩამოხვალთ, რო უთხრათო იქ წამიყვანეო. ჩვენი აი მიკროავტობუსის ძღოლმაც არ იცოდათ მადლობა გადამიხადა რომ აქ მოვახვედრე. გემდე ამ ლუდსახარში ლუდს შეშაზე ხარშა. და გემოზე როგორია, შეგით რომ შევალთ მერე. გაგაგებინებთ. ესე შინაურულად დავსხედით დელეგაცია რომელიც მოსწონდა ბეროუნს ვილხენთ ქართულად, აგიდები შევაერთეთ, ქართველებს მოგვიყვარს ხომ? მუდი რა თქმა უნდა საუკეთესო. ამ შემთხვევაშიც არ ვღალატობ ტრადიციას და 12 გრადუსიანი ბადაგი შემცველობის. აი ესე ცოტა შემუქებული ფერის ლუდი ავიღეთ, ფრანტიშე აუფილტრავი. მე რაღაცა ცოტა გრადუსს მოვუმატებთ. დღე მეორე ამით დახურული. ნაზდრავი. ნაზდრავი. მემშვიდობებით ბერონს, მივემართებით პრაღისკენ და ჩეხურად უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს ბერონს და ბერონსკი მედვეს და გემრიელ ადგილს. 1 2 და 3.